მოვლენების თავარი გმირის ნიკა მელიას მამას უნდა დაუთმოთ ახლა ეთერი. ანზორ მელია უნდა შემოგვიერთდეს, რომლისთვის ალბათ ისე როგორც მთელი საქართველოსთვის, მაგრამ მისთვის ალბათ განსაკუთრებით მძიმე და ემოციური იყო დღევანდელი დილა, როდესაც ის ტელევიზორში უყურებდა თვალყურს, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ნაციონალური მოძრაობის ოფისში. მოგესალმებით ბატონო ანზორ. მოგესალმებით. იმედია გესმით ჩვენი გამძლეობას გისურვებთ ჯანმრთელობას პირველ რიგში და გეტყვით იმას რომ ნიკას თავგანწირვამ გარდატეხა შეიტანა მართლაც ამ პროცესებში მან შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი და თქვენ ამბობდით ცოტა ხნის წინ ჩვენთან ინტერვიუში რომ ძალიან ძნელია როდესაც უყურებ რომ საკუთარ შულს აპატიმრებენ მაგრამ გააჩნია რა არის ბრალდება ის იბრძვის საქართველოსთვის და მე ამით ამაყივა რომ ამბობდით თქვენ რას ფიქრობთ დღეს დღესაც ამაყივარ ნამდვილად და კი დაიჭირეს ნიკა მელია, მაგრამ გაოგნებული ვიყავი იმ სპეცოპერაციით, რაც მოიმოქმედა ჩვენმა მთავრობამ. საოცრება იყო. ტერორისტები ასე არ აუყვანიათ, როგორც ნიკა აიყვანეს და მადლობა ღმერთს, რომ ხალხი არ დასახიჩულდა. Այս ერთობა რაც მე ვნახე ეს დღეები 6 დღე თუ 7 დღე ბედნიერი ვარ იმიტომ რომ ნიკამ ამ ასაკში შეძლო ასე გაერთიანებინა მთელი ოპოზიცია ვინ არ იყო მან სხვადასხვა პარტიის ლიდერები და ბედნიერი ვარ და თანაც ამაყივა რომ ნიკა ასე უყვარდა ნიკას ასე პატივს ცემენ რა ვქნა ეს ნამდვილად ასე იყო და ბედნიერი ვარ რომ ჩემი შვილი ქურდობისთვის და მექთამეობისთვის არ დაუჭერიათ ის დაიჭერეს სამშობლოს სიყვარულისთვის და თანაც სიმბოლურია ეს ყველაფერი მოხდა 23 თებერვალს დიახ 23 თებერვალს და ტერორისტ რომ ეძახის ნიკას ან ღარიბაშვილი რომ ეძახის ნიკას ტერორისტს თავიანთ თავებში ჩაიხედონ და კითხვა დაუსვან გავლილი ცხოვრება შეალიეს საქართველოს სიყვარულს თუ ფულის კეთება შეალიეს ცხენოდეთ მათ ნიკას ამითი არაფერი არ დაუშავდება ნიკა უყვარს თელ საქართველოს, უყვარს თელ ოპოზიციას, თქვენ უნდა ნახოთ ჩემი ტელეფონის ზარები არ ჩერდება და მესიჯებია, უცნობი ხალხი მლოცავს და მადლობას მიხდის ნიკას გაზრდისათვის და მშობლს მეტი რა უნდა, როცა იცის რომ თავისი შვილი კაცურად ცხოვრობს და იცხოვრებს კიდევაც. ნიკა ბევრ სარგებელს მოუტანს საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას ამაში ღმრთ დარწმუნებული იმიტომ რომ ის არის ძალიან სუფთა ადამიანი ის არის უღალატო პიროვნება და ის გაწირავს თავს საქართველოსთვის რაც ბევრს არ შეუძლია. ბატონო ანზორ, ნიკას ყოველთვის აძლიერებდა ოჯახის განსაკუთრებული მხარდაჭერა. ჩვენ გვახსოვს მისი განცხადება, როდესაც მან ძალიან დიდ და მასშტაბურ მიტინგზე მოიხსნა თავისი სამაჯური, თქვა რომ დედამ ურჩია მას, რომ ბრძოლისთვის ახლა თავი არ უნდა დაენებებინა და ხედავთ რომ თქვენც ბრძოლაში ხართ, ახლაც თეთრი ხალათით ხართ, თქვენ საქმეს ასრულებთ და პაციენტებს იღებთ. ასეთი მხნეობა და გამძლეობა დღეს, როდესაც ალბათ მართლაც ყველაზე ემოციური დღეა თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ალბათ ეს აძლიერებს დღეს ნიკას ყველაზე მეტად. ავადმყოფები რომლებიც ინტენსიურში წვანან იმ ფაქტები აქვს და განიცდიან თურმე ჩემ მდგომარეობას და მკურნალ ექიმს თხოვეს რომ ალბათო ძალიან ნერვიულობს და დღეს შემოვლა გავაკეთე და მეც გავამხნევე და იმათაც გამახნევეს ამაზე დიდი ბედნიერება არ არის თქვენ აღნიშნეთ რომ მე როცა საათ ის სამაჯური მოიხსნა ნიკა
დედამისი მანამდე ყოველთვის ისე კრიტიკულად იყო ნიკას მიმართ განწყობილი, ისე კი არა აგრესიულად. ნიკა ძალიან ჯეროდა დედამისის და ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. თუ ვინმეს უსმენდა, ყველაზე მეტად დედას უსმენდა და მეც გაოცებული დავრჩი, რომ მიუწერია ბრძოლა ბოლომდე. ეს იყო ნიკასთვის ძალიან დიდი ჯილდო და ამიტომ იყო ასეთი გახარებული იქ მიტინგზე. ეხლა მე და ნანა მაგრათა ვართ. იმიტომ ერთმანეთს ვამხნევებთ და ვამხნევებენ ნიკას მეგობრები, პოლიტიკოსები, ყველა მირეკავს, ყველა მიწერს ისეთ სიტყვებს, დაჟე უხერხულ მდგომარეობაში ვარდები. ასეთი განცდა დარწმუნებული ვარ, არასოდეს არ ექნება არც კობახიძის, არც თალაკვაძე, ღარიბაშვილის მშობლებს არავინ არ დაუწერს მაგათ საქებარ სიტყვებს გულიდან გამოსულს. შეიძლება იქ რაღაცის გამო უთხრა, რომ რა მაგარი ხართ, მაგრამ აი ჩემი მობილური რომ ნახოთ, სავსეა ისეთი თბილი სიტყვებით, რომ ცრემლი მადგება ხოლმე, რითი დაიმსახურა ეს ჩემმა ოჯახმა, მერიდება კიდევაც, მაგრამ დღეს ნიკას აყვანას რომ უყურე, ძალიან მძიმე იყო. და მე თქვენ რამოდენჯერმე გაიმეორე და ნახე იქაც როგორ დადებითად შეხვდა იმ დაპატიმრებას. შვიდად, იმიტომ რომ ჩანდა რომ მას გააზრებული ჰქონდა რა ტიპის ბრძოლაშია და რომ ამ ბრძოლის რაღაც პერიოდში ნაწილი ალბათ იქნებოდა მისი პატიმრობაც და ის გააზრებულად წავიდა ამ ყველაფერზე. გააზრებულად წავიდა და უსურვებთ წარმატებებს. უსურვებთ წარმატებას. და თქვენ კი ჯანმრთელობას, მხნეობას მოვიკითხავთ თქვენს მეუღლესაც, პატარა სანდრომელიას, მაიკოს და მინდა კიდევ ერთხელ უთხრა, რომ ეს ბრძოლა ყველას ბრძოლაა და ყველა დღეს ჩვენ ნიკასთან ერთად ვიბრძვით ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და წარმოუდგენელია, რომ ეს ბრძოლა წარმატებით არ დასრულდეს. მადლობა. გუშინ სანდრო იყო ჩემთან აგარაკზე, იქიდან დავდივარ მე კოვიდის შემდეგ, იმიტომ ჟანგბადის შემადგენლობა ძალიან მაღალია მან და სანდრო დამიჯდა და მეუბნები, ანზორ შენ იცი, ნიკა 6 დღეა სახლში არ მოსულა. ეს როგორ შეიძლება მეუბნება და მეუთხარი, ნიკას უყვარს სამშობლო შვილო და დიდ საქმეებს აკეთებს, ამიტომ მასია საჭირო და ყველაფერი კარგად იქნება მეთქი და ეხლაც იქ არის და გამიჭირდება როგორ უნდა ველაპარაკო, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება.